მოგესალმებით. წინა გაკვეთილში განვიხილეთ, როგორ უნდა დავარეგისტრიროთ საწარმოო რეცეპტი. ამ ვიდეოში კი განვიხილოთ, როგორ ვაწარმოოთ მზა პროდუქცია ჩვენს მიერ შექმნილი რეცეპტის მიხედვით. პირველ რიგში შედით მენიუში წარმოება და გახსენით საქონლის წარმოება. ჩამოშალეთ საწარმოო რეცეპტები, სადაც გამოგიჩნდებათ თქვენს მიერ დარეგისტრირებული რეცეპტები და აირჩიეთ სასურველი. რეცეპტის არჩევისას სისტემა გთავაზობთ პორციების გაზრდას. თუ დაეთანხმებით, შეძლებთ მიუთითოთ, რამდენი მზა პროდუქციის წარმოება გინდათ და რეცეპტის საფუძველზე ავტომატურად დაიანგარიშებს, რა რაოდენობის ნედლეული იქნება საჭირო. სხვა შემთხვევაში აწარმოებს ერთ მზა პროდუქციას. ჩვენს მაგალითზე დავეთანხმები შეტყობინებას. გამოსულ ფორმაში მივუთითებ რაოდენობას და დავაჭერ Enter-ს. როგორც ხედავთ, დოკუმენტში ავტომატურად შეივსო მზა პროდუქცია ჩვენს მიერ მითითებული რაოდენობის მიხედვით და ნედლეული შესაბამისი რაოდენობით. ახლა ავირჩიოთ მზა პროდუქციის და ნედლეულის საწყობები, რადგან აუცილებელია სისტემა მიცოდეს, რომელ საწყობში მიიღოს მზა პროდუქცია და რომელი საწყობიდან დახარჯოს ნედლეული. საბოლოოდ კი, დოკუმენტზე მუშაობის დასასრულებლად დააჭირეთ დამოწმებას, რაც უკვე ნიშნავს, რომ მზა პროდუქციაზე ნაშთი დაგემატათ და ნედლეული კი დაიხარჯა. გავაკეთოთ კიდევ ერთი წარმოების დოკუმენტი, ოღონდ ამ შემთხვევაში რეცეპტის გარეშე, რადგან შესაძლოა წარმოება ყოველთვის არ იყოს რეცეპტზე დამოკიდებული, ანუ არასტანდარტული წარმოებაა. შეგიძლიათ ამავე ფორმიდან პლუს ღილაკზე დაჭერით დაიწყოთ ახალი დოკუმენტის გაკეთება, ან ისევ ძირითადი მენიუდან გახსნათ საქონლის წარმოება. პირველ რიგში ვირჩევთ მზა პროდუქციის და ნედლეულის საწყობებს. შემდეგ, ჩამოშალეთ მზა პროდუქციის საქონლის ნუსხა, აირჩიეთ სასურველი საქონელი, მიუთითეთ რაოდენობა და დააჭირეთ დამატებას. იგივე პროცედურა გაიმეორეთ ნედლეულისთვისაც. გამოვიდა, რომ ფორმა შეივსო არა რეცეპტის მიხედვით, არამედ ჩვენ შევავსეთ სასურველი საქონლით და რაოდენობით. დოკუმენტზე მუშაობის დასასრულებლად დააჭირეთ დამოწმებას. ჩვენ უკვე ორი წარმოების დოკუმენტი გვაქვს შექმნილი. მოდი გავიაროთ მაგალითი, თუ როგორ ვიპოვოთ ეს დოკუმენტები და საჭიროების შემთხვევაში როგორ შევიტანოთ ცვლილება. უკვე შექმნილი წარმოების დოკუმენტების სანახავად შედით მენიუში წარმოება და გახსენით წარმოებული საქონლის ნუსხა, სადაც უკვე ჩანს ჩვენი ორი დოკუმენტი. დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი ჩანაწერს, რომლის რედაქტირებაც გვინდა და დააჭირეთ დოკუმენტის რედაქტირებას. გაიხსნება ჩვენთვის უკვე ნაცნობი ფორმა. ცვლილებების შესატანად პირველ რიგში აუცილებელია დოკუმენტის გაუქმება და შემდეგ შეგიძლიათ შეიტანოთ სასურველი ცვლილება. ცვლილებების შეტანის შემდეგ კი დოკუმენტზე მუშაობის დასასრულებლად დააჭირეთ დამოწმებას. ამით წარმოების ეს ნაწილი დასრულებულია. გისურვებთ წარმატებებს.